ზოგიერთი კრიტიკის თემა ბრიუსელში მიმდინარე განხილვა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს, უვიზო მიმოსვლის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი არასდროს არ იარსებებს. ხელისუფლების ოპონენტები კი არ გამორიცხავენ, რომ დემოკრატიული უკუსვლის და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს. შეგახსენებთ, ბრიუსელის 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვის და უკრაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისთვის პროცედურის გამარტივებას განიხილავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს. მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ ამ საკითხზე შეთანხმებას იქამდე მიაღწიონ, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს გაამარტივებს იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენ მოგვიხსნა ვიზა ლიბერალიზაცია და ისევ და ისევ ეს ხალხის დასჯა შეიძლება იყოს, მაგრამ ხალხის დასჯა, რომ მათ შორის მთავრობას ასანქცირებენ, მაგრამ მთავრობის ბრალია. ანუ მთავრობა ის გადაწყვეტილებების შედეგია, რომ რაღაც ტიპის სანქციები შემოდის, ზოგჯერ შეიძლება ეს პერსონალური იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე. ვიზა ლიბერალიზაციას თუ რამე დაიმუქრა, ისევ და ისევ მთავრობამ უნდა თავის თავი დაადანაშაულოს, იმიტომ რომ არ თხოვდა კობახიძეს გაეჩერებინა ევროინტეგრაცია. არავინ არ თხოვდა ქართლოსნებას მიიღო ის რეპრესიული კანონები, რომელიც მიიღო. ევროკავშირი ეს არის ნებაყოფლობითი დემოკრატიული ქვეყნების კავშირი, სადაც არავინ არ აიძულებს შესვლას განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც ბევრჯერ გვაიძულებდა და მისი იმპერიის ნაწილი ყოფილიყო. შესაბამისად, ევროკავშირი არავის არაფრის იძულების მექანიზმი ვერ იქნება, იმიტომ რომ არავინ იგი ძალით არ გვეძახის. რეალობა კი ის არის, რომ ქართულ მოუწნევამ ეს ქვეყანა დაამსგავსა პოსტსაბჭოთა ბანანის რესპუბლიკას, რომელშიც კანონი აღარ არსებობს და სამართალი აღარ არსებობს და ადამიანის უფლებები აღარ არსებობს. ასეთ ქვეყანას, სადაც სისტემურად აწამებენ თავის მოქალაქეებს და ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობას დემოკრატიული ქვეყნები ზოგადად ერდებიან. ამიტომ ჩვენი ყველა მოქალაქისთვის ეს იქნება უმძიმესი რამ. ამიტომ არ უნდა მივიდეს პროცესი აქამდე და დროზე მოვაშოროთ ხელისუფლებიდან ქართული ოცნება. რა შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს ამ მიმართულებით და როგორც არ უნდა გამარტივდეს, საქართველოს არასოდეს იქნება სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ ქვეყანაში შეწყდეს უვიზო მიმოსვლა, რაც შეეხება თუ ევროკავშირის ბიუროკრატია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული მიზეზები თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოყენებული იქნეს უკვე რომელიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში გარედან ჩარევისათვის, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში, ეს ალბათ უკვე თავად ბიუროკრატიის გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, საქართველო ასრულებს და მომავალში შეასრულებს ყველა აღებულ ვალდებულებას.